ლონდონის სამიტზე ლიდერები კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც უკრაინაში მშვიდობის გარანტი იქნება. საგანგებო შეხვედრაში 18 ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მომზადდა 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას. სამიტის მონაწილეები თანხმდებიან იმაზეც, რომ უკრაინა უნდა იყოს ნებისმიერი მოლაპარაკებაში ჩართული. თამარ ჭავჭავაძე ვრცლად ლიდერების შეთანხმების შესახებ. გამართული სამიტის მთავარი მიზანი იყო გეგმის შემუშავება, როგორ უნდა შეჩერდეს ომი. შეხვედრაში მონაწილე 18 ლიდერი შეთანხმდა 4 პუნქტიან გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელებას, ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას რუსეთზე. გარდა ამისა, შეიქმნება მსურველი ქვეყნების შემადგენლობით კოალიცია, რომელიც დაიცავს უკრაინას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს ევროპის ძალისხმევას ადგილზე სამხედრო ჩექმით და ჰაერში თვითმფრინავებით. ძალების განთავსებაზე ადგილზე და ჰაერში თვითმფრინავებით, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი შეთანხმება საჭიროებს შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერასაც. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა გადაიქცეს ფოლადის ღარბად, რომ მოწინააღმდეგე მისი დაპყრობა ვეღარ შეძლოს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ასევე ევროპის ხელახლა შეიარაღების აუცილებლობასაც და კონკრეტულ გეგმას ის 6 მარტს საგანგებო სამიტზე წარადგენს. ბრიტანეთი და საფრანგეთი გამოდიან ასევე ერთთვიანი ზავის ინიციატივით, რომ დრო მოიგონ დეესკალაციისთვის. ლე ფიგაროსთან ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეზღუდული ზავი საჭიროა, რადგან ფრონტის ხაზის მასშტაბის გათვალისწინებით სრული ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა რთული იქნება. მაკრონის აზრით, სამშვიდობო ძალების განთავსება უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ტრადიციულად არიზიარებს ლონდონის შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე. მან დაწერა, რომ მშვიდობაზე არჩევანის გაკეთების ნაცვლად ევროპის ლიდერებმა გადაწყვეტეს, რომ უკრაინამ ომი უნდა გააგრძელოს. ეს ცუდი, საშიში და არასწორია. უნგრეთი რჩება მშვიდობის მხარეს, წერს ორბანი. ვაცხადებ ახალი გარიგების შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს უკრაინას გამოიყენოს 1,6 მილიონი გირვანკა სტერლინგი ბრიტანეთის ექსპორტის ფინანსებიდან 1000 საჰაერო თავდაცვის რაკეტის შესაძენად. შევქმნით სურველთა კოალიციას, რომელიც დაიცავს გარიგებას და მშვიდობის გარანტია იქნება. ყველა ქვეყანა ვერ შეიტანს წილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმოქმედოდ ვიქნებით. დღეს ვდგავართ ისტორიის გზაგასაყარზე. ახლა არ არის ბევრი ლაპარაკის დრო. დროა ვიმოქმედოთ, ვიჩქაროთ და გავერთიანდეთ ახალი საერთო გეგმის ირგვლივ, გრძელვადიანი და მყარი მშვიდობისთვის. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინასთან იმუშაონ საომარი მოქმედებების შეჩერების გეგმაზე, რომელსაც შემდეგ განვიხილავთ შეერთებულ შტატებთან. ეს გეგმა ერთობლივად განხორციელდება. არავის სურდა იმის ნახვა, რაც პარასკევს თეთრ სახლში მოხდა. არ ვიღებ იმას, რომ ამერიკა არასანდო პარტნიორია. ის მრავალი წელია ბრიტანეთის სანდო პარტნიორია. ველაპარაკე გუშინ პრეზიდენტ ტრამპს და არ გადავდგამდი ასეთ ნაბიჯს, დარწმუნებული, რომ არ ვიყო პოზიტიურ შედეგში იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უკრაინა, ბრიტანეთი, ევროპა და შეერთებული შტატები ერთობლივად ვდგავთ ნაბიჯებს გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. განვიხილეთ ყველაფერი, რაც უკავშირდება მშვიდობას სიძლიერის გზით. რა თქმა უნდა, უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ გვჭირდება ყოვლის მომცველი უსაფრთხოების გარანტიები. ეს მოიცავს იმას, რომ უკრაინა უნდა იყოს ძლიერ პოზიციაში, ჰქონდეს საშუალებები გაძლიერდეს და თავი დაიცვას. ეკონომიკური გადარჩენით დაწყებული, სამხედრო სიმტკიცით დამთავრებული. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ევროპის ხელახლა შეიარაღება. 6 მარტს წარმოვადგენ გეგმას, როგორ უნდა შეიარაღდეს ხელახლა ევროპა. ჩვენ მასობრივად უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები. ამისთვის ევროკავშირისგან გვჭირდება მკაფიო გეგმა. ამერიკელებს რაც შეეხება, ჩვენი გზავნილია, მზად ვართ თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია. არსებობს კანონის უზენაესობა, რაც გულისხმობს იმას, რომ არ გაქვს უფლება შეიჭრა მეზობელ ქვეყანაში და ძალის გამოყენებით შეცვალოს საზღვრები და რომ ჩვენი საერთო ინტერესია მომავალში აღკვეთოთ ომები. განვიხილავთ ყველა შესაძლო გზას, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინას და როგორც რამდენიმე დღის წინ თქვი, ყველა საკითხი მაგიდაზეა. განხილვებს წინ ვერ გავუსწრებთ. იმაზე როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ჯერ არ დამდგარა. მაგრამ კანადა არის მზად საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად. 2014 წელს რუსეთმა გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა, ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის გარკვეული ტერიტორიების ოკუპაცია. ამის გამო ის დიდი შვიდეულიდან გაარიცხეს. 2022 წელს რუსეთმა დაარღვია არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უკრაინაში შეიჭრა იმ განზე,
განზრახვით, რომ კიევი 3 დღეში, ხოლო მთლიანი ქვეყანა 3 კვირაში დაერქვა. ეს გეგმა არ შედგა. რუსეთი დღესაც განაგრძობს ბრძოლას უკრაინის მიწების მისატაცებლად. ეს ომი ხვალვე შეიძლება დასრულდეს, თუ რუსეთი უკანონო შეჭრას შეწყვეტს. პარასკევს ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი არის მატყუარა და კრიმინალი და რომ მისი ნდობა შეუძლებელია. ვინაიდან მან არაერთხელ აჩვენა, რომ ნებისმიერ შეთანხმებას დაარღვევს. მე ვდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით და ვდგავარ უკრაინელი ხალხის გვერდით. არის თუ არა შესაძლებელი ურთიერთობების გადატვირთვა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ამ შეკითხვაზე პასუხი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა უკრაინის ლიდერმა BBC-სთან საუბრისას და ადასტურა, რომ უკრაინა მზადაა დონალდ ტრამპის მხოლოდ ერთი მოთხოვნა შეასრულოს და ეს არის მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოწერა. თუმცა ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი ჯერ დღის წესრიგში არ არის. CBS-თან ინტერვიუში სკოტ ბესენტმა, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ხელმოწერა ზელენსკიმ ჩაშალა. უკრაინის პრეზიდენტი დაადანაშაულა გარიგების ჩაშლაში მარკო რუბიომაც. ლონდონის სამიტი მიეძღვნა უკრაინასა და ჩვენ საერთო ევროპის მომავალს. გრძნობთ ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის, ჩვენი ხალხის, როგორც ჯარისკაცების, ისე მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ. ყველა ერთად მუშაობთ ევროპაში, რომ გქონდეს მყარი საფუძველი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის, ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისთვის. ევროპის ერთიანობა განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა. ისეთ როგორც დიდი ხანია არ ყოფილა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინის სამართლიანი მშვიდობის პირობებს. უახლოეს მომავალში მზადდება მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და გადაწყვეტილებების სერია. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს ძალისხმევისთვის. უკრაინაში სტაბილური და გარანტირებული მშვიდობის დამყარებისკენ. ერთობლივ ძალას ჩვენი მომავლის დაცვა შეუძლია. უსაფრთხოების გარანტიები, რასაც მირჩევნია, რომ შეკავების პოლიტიკა უწოდო, დამოკიდებულია სამშვიდობო შეთანხმების არსებობაზე. ყველა ამბობს, რომ უსაფრთხოების გარანტიებია საჭირო, რომ მშვიდობა მოვიპოვოთ. პირველ რიგში მშვიდობა უნდა გქონდეს. ისიც კი არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო შეთანხმება. უკრაინელებს არაერთხელ აუხსნეს, რომ ჩვენი სტრატეგიაა ეს. ვცდილობთ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ. ეს არის ჩვენი მიზანი. ნუიზამ ისეთ რამეს, რომ ეს ჩაიშალოს და სამწუხაროდ ზელენსკიმ ეს გააკეთა. არავის აქვს პრეტენზია, რომ პუტინი წელს ნობელის მშვიდობის პრემიას მიიღებს. საუბარია იმაზე, რომ გავარკვიოთ. არის თუ არა გზა მათ ომის შეწყვეტონ. ზელენსკიმ თავი ვერ შეიკავა. იმედი მაქვს გადატვირთვა შესაძლებელია. ლონდონის სამიტზე წარმოდგენილ გეგმას ევროპელები ვაშინგტონსაც გააცნობენ საამისოდ დონალდ ტრამპთან შესახვედრად შეერთებულ შტატებში გამგზავრებას ბრიტანეთის პრემიერი უახლოეს მომავალში აპირებს.